ამარკვეთ. ეხლა ის არ გამოგვივიდეს, რომ არსებობს ერთი სამართლიანი საქართველო, არსებობს მეორე სამართლიანი საქართველო. თოდო არის საქართველო ელემენტარულად. გამარკვეთ, იქეთკენ სხვა ხალხი დაჭერეთ, თქვენ გამოეყავით ამ სამართლიან საქართველოს ხარ ცხოვრება წინა გაქვს. საერთოდ ეს რატო შეხვედით საერთოდ ამ პარტიაში ინდირა თქვენ? მართლა გეუბნებთ, აი მე ვერ გავრისხავ და ერთ პარტიაში ვერ შევა. თქვენ რატო გარისკეთ და რატო შეხვედით? პარტიული მუშაობა გსიამოვნებდათ? არა, უბრალოდ мотивация ამიხსენეთ. არა, თქვენ და თქვენ ბატონ ხვიჩა. ადამიანის სწავლება კრეტინისთანაა დაახლოებული. ესე იგი უნდა სწავლდეს პარტიის პოლიტიკური კურსის, ხო? ან მისი პროგრამის. აი ამ პროგრამის რეალიზაციით ეშველება ჩემს პეტრულ ქვეყანას, ხო? რა მოგხიბლად ამ პარტიის ზემაში წესდებაში? მითხარით, мотивация. ამიხსენეთ, ხალხო, ესაა ფუნდამენტალური პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ადამიანი ორივე მომახსენეთ, რატო თქვენ არა რა მოგტიბლად რომ ოპოზიციური პარტიაში შეხვედით. აგერ არის ნაციონალური მოძრაობა. შედი და იმდენი სათქმელებია იქა და იმდენი სახეირო და სასიამოვნო ისენია ხილვები და ღონისძიებათა მთელი კასკადები აქვს. იქ რატო არ შეხვედით თავიდან? მე ისე შთაბეჭდება მშება რომ ყველა პარტიის წევრი თვითონაა დამნაშავე, როდესაც პარტიის თავმჯდომარე იქცევა ურჩხულად. თქვენ ახარ დამნაშავე და ამ მაყურებელს რას ეჭვობთ? ესეა, მაგრამ სინამდვილეში მაშინ მე უნდა ამოგეღო ხმა. მარტო თქვენ პარტიას კი არ აჭესეთ. თითქმის ყველა პარტია მოუტეხა თავის წევრებს ეს 150 ლარს არიგებდნენ მგონი, ხო? აი მე ეს არ მომწონს. ოპოზიციაში ბაპატია და ისეთი ვირეშმაკები არიან, როგორც მოძრაობაში და ბიჭო, თავდებში ედეკით რაღაც პარტიას ხო? რატო ვის უნდა დაუდგე დღეს თავდებში? მამახვენს არ უნდა დაუდგე, ისეთ მამაძაღლობაა გარშემო, ხო? აი თქვენ თვითონ გაბრიყდით ბაპატია და ვიღაცებს რო კონტრაქტი დაუდევით. არ მარტო თახებზე არ არის ბატონო დავით. სულ თახებზე ლაპარაკობთ. იურიდიულია. მithume, მაშინ თქვენ უნდა გადაუხადოთ ის ვალები იმ არა, ჩვენ რატო იურიდიულად სამართალს მემკვიდრეთ თქვენ ახლა ხალხო. თუ კი პარტიისა და პარტიის წესდება და მისი სამოქმედო ესე თქვა რაღაც განწყობა და გაისა ხიბლად შედიხარ, ხო მართალი უნდა იყო იმ პარტიასთანაც და ღმერთთან. თქვენ თუ არ მომთხოვთ, მე არ მოგცემთ. ესაა საქართველო გადაგდებების ქვეყანა არის. პრეზიდენტია დაწყებული იმამდე რა ქვია, მე ისრემდე ყველა გადაგდება. ის 100,000 ამისთვის იყო გამოყოფილი. რას ქვია მე მოგცემო? ვინც გითხრათ, მაგ უკვე გაბრიყვებული იყავით. თქვენ ხართ გაბრიყვებული, ზურაბი კი არა ბრიყვით, თქვენ გაგაბრიყვათ. ან ვინც იყო თქვენი უშუალო უფროსი? და მაგაშია. თქვენ დაუშვით შეცდომა. ეხლა ითხოვთ ვალება, არა ვერაფერ შეიძლება, ხო, როდესაც. არ შეიძლება, ყლაპე, თქვენ გადაგდებული ხართ. როგორ შეიძლება? არა, ჩვენ გადაგდებული ვართ, აპირებდა ეგეთი ელემენტარულ გაცურებას ისა რა ქვია, ვერ ხვდები. უნდა მიხვდარიყავით, რომ როცა ამას გეუბნება თვის ბოლოს მოგცემ, ესე იგი გადაგდებას გიპირებთ. ვიღაც გამგეობის თავმჯდომარე დაპირდა, პარტია უნდა გადაიხადოს. მithumedes 4,000 ისე რა ქვია, წევრი პარტიისა თქვენი მომხრე არის. თქვენ უნდა გადაუხადოთ იმათვალ იურიდიულად ესეა. არა, ქართული საზოგადოების ტრაგედიაა, რომ ნაციონალური მოძრაობაც, ანუ მართველი პარტიას და ოპოზიციური პარტიებში თახსირები არიან. ჩვენი ტრაგედია, პატიოსად გეუბნებით რა, აი ყველა პარტია, ვისაც ოფისები აქვს, აი დამეწმუნეთ უპერსპექტივო პარტია, სისრულელე ოფისები. რას ვისაც ოფისებს უნდა ვიცხანაერი იმით იმაშობ ეთქვა გადის იმ საკითხებში.